მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყვი ყველა ეს ადამიანი, ვინც პატიმრობასა შინახართ, გასასა შინამყოფი ადამიანები. ზოგი რავი, ეტელს არის მიჯაჭული, ზოგს რა პრობლემა აქვს, ვის რა გიჭირთ, რამდენი რაღაცა ალბათ ვინ იცის და ყველას ბედნიერებას გისურვებთ და სიხარულს გისურვებთ. რაც თავარია, რომ აი ამ პრობლემების დაძლევას და დღევანდელი ჩვენი სტუმარი დაგვეხმარება იმაში, რომ ვკითხო ის, რომ აი ჩვენ რომ ამდენი პრობლემა, ამდენი ტკივილი, ამდენი რაღაცა გვაწუხებს. და ეს პრობლემები აუცილებლად იქნება ხოლმე. როგორ მოვერიოთ, როგორ დავძლიოთ ხოლმე, ან რატო უნდა იყოს ეს პრობლემები და ჩვენ რა სარგებელი უნდა ამოვიტანოთ და ვნახოთ ამ პრობლემებიდან. დღეს ყავს სტუმარი მამა გიორგი ჩაჩავა, ადამიანი, რომელთანაც დრო არასდროს არ მყოფნის, სულ 3 საათი იყოს, მაინც ამოუწურავად ყველა საკითხთან მიმართებაში საუბრობს და მოკლედ ძალიან მიხარია რომ მობრძანდით მამაო დაგლოცეთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ ხართ. ღმერთმა დაგლოცოთ, მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ, რომ დღეს თქვენ გვაძლევთ ჩვენ სამღვდელოებას, რომ ჩვენ მოვდივართ აქ და ვესაუბრებით ადამიანებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი მრევლი ყავდეს, მაინც შენ საკვირაო ქადაგებით იმდენ ადამიანს ვერ მოიცავ, როგორც ეს არის შესაძლებელი ტელევიზიით, მერე როცა ეს იდება, მერე კიდე რა თქმა უნდა YouTube-ზე და ასე შემდეგ. რადიოებშიც გადის. ხო, და აქედან გამომდინარე, დღეს სიტუაცია იმდენად რთული არის, რომ ჩვენ უნდა ერთად დავდგეთ ხალხთან და ერთად მოვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ. აი რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა დღეს ცოტა ჩვენ საერთოდ ეს რელიგიური გადაცემა არის, მაგრამ ცოტა დღეს საერთოდ სოფლიო წყობასაც შეგვიძლია შევეხოთ. და რა თქმა უნდა უკვე ეს იმდენად აშკარა არის, რომ ამის დამალვა უკვე არ შეიძლება, რომ მთელი მსოფლიო დადგა კრიზისის წინაშე. ჩვენ დღეს უკვე ვართ პლანეტარულ კრიზისში შესული და ეს კრიზისი უფრო ღრმავდება და მე შინია რომ საერთოდ შეიძლება ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისშიც გადაიზრდება ცოტა ხანში, მაგრამ დღეს უკვე აშკარად არის რომ მსოფლიოში არის პოლიტიკური კრიზისი. ეხლა რა ხდება, იცით? ეს იყო ის, რაც ჩვენ თქვით საეროენით და ეხლა გადავიდეთ სასულიერო ენაზე. ანუ რა ხდება? რატო არის პოლიტიკური კრიზისი მსოფლიოში? იმიტომ რომ არ არიან სათანადო მმართველები. ანუ სამყაროს სჭირდება ლიდერები. To lead ინგლისური სიტყვა შემოსული ჩვენთან ნიშნავს რომ უნდა ვინც ასე იგი მიყავს წინ to lead, ხო? და დღეს მიუხედავად იმისა რომ არის ამ სოფლიოში ამდენი ცნობილი უნივერსიტეტი, ხო? ძალიან ცნობილი უნივერსიტეტია, ძალიან სერიოზულად ამზადებენ იქ ადამიანებს, მაგრამ ჭეშმარიტ ლიდერებს ვერ ამზადებენ. ვერ ამზადებენ. აი ლიდერი როგორც ასეთი, ეს ცოტა სხვა მოვლენა არის. სხვა მოვლენა არის. და ლიდერი არ შეიძლება იყოს ისე ცალკე ღმერთისგან მოწოდებული თუ არ არის. იმიტომ რომ ახლა ზოგს გონია რომ ის არის ლიდერი, მაგრამ ის არ არის ლიდერი. აი ჩვენ რომ ნახავთ, ხო? აი თორაში, მეფეთა, პატრიარქებში, წინასწარმეტყველებში, ძველ აღთქმაში. ჩვენ ყველგან დავინახავთ, რომ იქ ღმერთი ირჩევს ლიდერს. და იმათ მიმართ აქ ძალიან დიდი მოთხოვნა. რატომ? იმიტომ რომ მან უნდა ადგეს და შექმნას ამინდი იმ სამყაროში, იმ ხალხთან, მე გულისხმობ პოლიტიკური და ცხოვრებისული ამინდი. და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მოთხოვნები არის ლიდერის მიმართ. და მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ არის ღმერთისგან რჩეული, ის ვერ იქნება ლიდერი. მხოლოდ ღმერთით რაც არის დალოცვილი ის არის. აი დავუშვათ ავიღოთ, იმიტომ რომ შეიძლება ღმერთის გარეშე რაღაცა გააკეთო. აი მამა აბრამ ადგა და სარასთან 20 წელიწადი არაფერი გამოუვიდა და შევიდა აგართან და ეგრევე ისმაილი გააჩინა შვილი. მაგრამ ღმერთმა არ მიიღო. ის არ გახდა აღთქმის შვილად.
და მე ბოლოს სარაზგან გააჩინა ისაკი. მაგრამ ანუ რა ხდება? ჩვენ შეგვიძლია ხანდისხან ღმერთის გარეშე რაღაცა გავაკეთოთ. მაგრამ ღმერთის გარეშე გაკეთება შეუძლებელია. აი ჩვენ წარმოვიდგინოთ ტოტი. ნაყოფი სად იზრდება? ტოტზე, ხო? მაგრამ ტოტი რო იყოს მოწყვეტილი ხისგან, ის ნაყოფს ვერ მოიტანს. ამიტომ მე მომაგ ნაყოფი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მე შეერთებული ვარ ხესთან, ანუ ხე არის ღმერთი. ის კეთილი. ხო. და აქედან გამომდინარე ეს არის. და ეს არის ლიდერი. აი ეს არის ლიდერი. გასაგებია რომ ლიდერი თუ ჩვენ გვინდა აი დღეს სოფლიოში აღარ ყავს ლიდერები. აი ისეთი დიდი მსხვილი ფიგურები, რომელიც უწინ იყვნენ. რელიგიური სხვათაშორის არის. ხო, რელიგიური არის. როგორც ჩვენი პატრიოტი. ხო, მაგრამ პოლიტიკაში ძალიან დიდი კრიზისი არის დღესდღეობით. ძალიან დიდი. მამო, ეს ორი ის დაუპირისპირდა ერთმანეთს. რელიგია და პოლიტიკა. მარტო ის კი არა, თვითონ მოდუნდა პოლიტიკა, იმიტომ რომ მის შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი თითქოს დაინგრა და თითქოს ის იყო რაზარუჟენია და ეს ყველაფერი რომ მოხდა, ხო? მერე უკვე ყველამ ჩათვალა რომ არაფერი და აი წავიდა ძალიან მდორედ. და ლიდერების გაზრდა, მომზადება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და რაც მთავარია ლიდერს უნდა კონდეს გარკვეული თვისებები. ლიდერს უნდა ესმოდეს თუ ვისთან აქვს საქმე. აი ხალხის რა კონტინგენტთან აქვს საქმე. თუ შენ არ გესმის რა ტიპის ადამიანებთან გაქვს საქმე, როგორ შეიძლება მათი ლიდერი იყო. მეორე, მას უნდა ნათლად ესმოდეს რა უნდა ამ ადამიანებს. და თვითონ ის თუ თვითონ რა უნდა. თვითონ რა უნდა. ანუ ის არის შემთხვევაში თვითონ გახვევენ, მაგრამ ხო, არა, შენ თუ ხარ ამ ადამიანების ლიდერი, შენ უნდა წაიყვანო ისინი იქ სადაც მათ სჭირდებათ. აი დაუშვათ თქვენ იცით, ალპებში არის ასეთი მომსახურება. მოდიან რაღაცა დამწყები ალპინისტები იქ სპეციალური სამსახური და ამბობენ რომ ჩვენ გვინდა ავიდეთ აი ამ ამ მწვერვალზე და ისინი გამოყოფენ გამოცდილ მთაში მსვლელს რომელიც ამათ უსაფრთხოდ კაი გზებით აიყვანს იმ რაღაც დანიშნულების ადგილას. ხო, აი ეს არის, ანუ იმას კი არ მიყავს თვითონ სადაც უნდა. ანუ როგორ წესი ისინი მოდიან და ამბობენ რომ აი კონკრეტულად აია გვინდა ასვლა. და თუ შეგვიძლია აგვიყვანოთ იქ უსაფრთხოდ და გამოიყოფა ეს ატპიროვნება რომელიც ამას აკეთებს. მაგრამ ყველაზე მთავარი შენ თუ გინდა იყო ლიდერი შენ უნდა კონდეს იმ ადამიანების ნდობა. ხო. თუ შენ ნდობა არ აგაკ არავინ არ გამოყვება შენ. და როგორ უნდა მოიპოვოს მამაო და როგორ უნდა გახდეს ახლა ხო არის რომ აი მაგალითად ადამიანს უნდა რომ ნებისმიერ სტრუქტურაში მამაო თუნდაც 10 კაცს ხელმძღვანელობდე თუნდაც აი მღვდელი იყო შეიძლება პედაგოგი იყო შეიძლება პოლიციელი აი როგორ უნდა გახდე აი რა თვისებების მატარებელი უნდა იყო რომ მიხვდე რომ აი შენ ლიდერი ხარ იმიტომ რომ ყველას ხო არ გამოუვა ხო პურის ცხობა ხო აი აქ უნდა იყოს რატომ იცით ლიდერი უნდა იყოს გულწრფელი აი და მოდით ახლა ესა ვქნათ ფორმულა რა არის გულწრფელი ადამიანი ვინ არის გულწრფელი ადამიანი გულწრფელი ადამიანი არის ის ადამიანი რომელშიც მისი ფიქრები და მისი სურვილები გარეგნულ სიტყვასთან თანხვედრაში არის ამაშია საქმე თორემ ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს როცა მე როცა ვიღაცა მელაპარაკება და კი ისეთი სწორი, კაი სიტყვებით, მაგრამ მე ვხედავ რომ ის ცხოვრებით გულში არ არის ის ადამიანი, მას არ სამს ეს და უბრალოდ ისავლა რაღაცა, ხო, ეს განათლება ისეთი რაღაცა რომ ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია. ყველა მისავლა, ხო არის დრეს კოდი და არის ლაპარაკის კოდი. უკვე ყველა მისავლა, ყველა შეუძლია ძალიან სწორედ ილაპარაკოს.
მაგრამ ჩვენ გრძნობთ რომ ის გულწრფელი არ არის მას გულწრფელად არ სწამს ხო თანამო ცხოვრების წესიც ხო აქვს ხო ამიტომ გულწრფელობა ეს არის ლიდერობის ერთი მთავარი კი ეხლა მე ვიტყვი ეხლა თავდადება ეს უკვე ზედმეტი იქნება მაგრამ მაინც ჩემ თავს მისცემ უფლებას და გავიხსენებ მაქსიმ გორკის აი ეს მოთხრობა სტარუხე იზერგილ დანკოზე ეს იქ არის ხალხი რომელიც ცხოვრობენ რომლებიც გააგდეს ძალიან ძლიერი ტომი მოვიდა და გააგდეს ისინი ტყეში დევნილებით და ისინი იმ ტყეში ცხოვრ მაგრამ იქ არის ძალიან ცუდი ჭაობები საიდანაც ამოდის ცუდია ესეთი გაზები რისგანაც იწამლებიან და კვდებიან მასიურად პლუს ისეთი ტყე არის რომ იქ მზის სხივი საერთოდ არ შემოდის ესეც მათ ჯანმრთელობაზე მოქმედებს და ეს ტომი ნელ-ნელა კვდება და არიციან რა ქნან და მოდის დანკო და ეუბნება რომ მოდით მე თქვენ გაგიყვანთო აი სხვა მიმართულებით აქ არიან ესენი ვინც თქვენ მოკლავენ და ჩვენ გავიდეთ სხვა მიმართულებით ცოტა დიდი გზა უნდა გავიორთ მაგრამ იქაც ტყე დამთავრდება და გადარჩებითო და წავიდნენ მაგრამ რო წავიდნენ რაღაც ისეთი ქარბუქი შეიქმნა რაღაც ისა რომ თლა დაბნელდა და უკვე ვეღარ ხედავდნენ გზას გზა აღარ ჩანდა და ამათმა დაიწყეს ჩივილი რომ აი შენ რაკენი უფრო ცუდ ადგილას მიგვიყვანე ეს როგორც მოსე გვახსენდება რა ეს ისტორია მოსეზე და რა გვიქენი და პირდაპირ რა ვიცი და ზოგიერთმა მისი მოკლაც კი დააპირა და ამ დროს დანკომ რა გააკეთა გაიგლიჯეს თავისი მკერდი ამოიღო გული და გული იყო ანთებული და ჩირაღდანივით და ამით გაუნათა გზა და გავიდნენ ბოლომდე ტყიდან გამოვიდნენ იქ სადაც უკვე არის ჩვეულებრივი მინდორი ველი და სადაც შეიძლება ნორმალურად ცხოვრება და იქ რო გამოიყვანა უკვე დავარდა და მოკვდა და ეს გულიც დაეცა ჯერ კიდე ანთებული იყო და როგორც წერია ერთმა ფრთხილმა ადამიანმა ხანძარი არ მოხდეს დააბიჯა იმ გულს და გასრისა ხო ნუ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ეს გადატანითი მნიშვნელობით მაგრამ ესეთები არიან ლიდერები და ეს თვისებაა რომ დადოს სხვისთვის თავი აი თავდადებული უნდა იყოს სხვისთვის აი უნდა აი ახლა მთლად დანკოსავით ჩვენ ახლა მკერდს ვერ გაიგლიჯავ და გულს ვერ ამოიღებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თავდადებულობა ეს რა თქმა უნდა ამასაც მოითხოვს ამ თვისებასაც ამასაც მოითხოვს რაღაცა საბოლოოდ მამო თუ შეიძლება აი ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ღმერთი სიმეძე ჩვენ კიდე არ ვართ ისე დამოკიდებული და მაგიტომაც ხშირად ტკივა ხოლმე გული იმიტომ რომ ვიღაც სიმეძეა იმის სიმეძეა და დაგვავიწყდა რომ ღმერთი სიმეძე რო იყო იმ ყველაფერს ღმერთი ალაგებს და ყველაფრის უფროსი და თავი აი ვიღაც იმედი რო გაქვს ისიც ღმერთმა თუ ვერ მოიდომა იმას ვერ შეგისრულებს იმ იმედს და ვერ აგისრულებს თუ შეიძლება მამო აი ყველაფერი ხდება საქართველოში იმისათვის რომ იმედი უცრუდება ადამიანებს ძალიან მაგრამ და კი ვერ ხვდებიან სხვა ადამიანს ეძებენ წადი ადამიანო ღმერთი ეძები და ის აუცილებლად დაგეხმარება ხო როგორ უნდა ავერიდოთ მამო ამას და რა უნდა აი თუ ცდებით ამ შემთხვევაში მამო აი დობის ამბავში დატნობის ამბავში კი ეხა რო არავის არენდო არ შეიძლება მაგრამ აი იმედი ჩვენისა და ხსნისა იმიტომ რომ მამო მაპატიეთ ჩვენი სურვილები იმდენად სხვაგან არის რომ არ გონია რომ ღმერთი აგისრულებს ამას ვიღაცა ადამიანი მატერიალური სურვილები გვაქვს და მაგიტომ თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ შეიძლება რომ დავინახოთ და როგორ ავერიდოთ ამას იმიტომ ამ მერე ვიტანჯებით მიხვდით ადამიანი იტანჯება რომ მატერიალიზებული არის და ესე აზრობს მატერიალური ძალიან კაი შეკითხვა არის და იმისთვის თუ აი ახლა მე ვფიქრობ თუ ჩვენ გვინდა რომ კორექტული პასუხი გავცეთ ამ იმაზე ჩვენ ეს მოვლენა უნდა დავშალოთ მოლეკულებად და აი დაუშვათ აი წარმოვიდგინოთ აი ბავშვები ხო ისინი როცა თამაშობენ პატარა ბავშვები და კუბიკებით რაღაცას ააშენებენ რაღაცა ლეგოთი რაღაცას ააშენებენ და თვითონაც არიციან რა ააშენეს და მერე ფიქრობენ სათაური რა მისცენ რა დაარქვან რა რო შეგიძლია აბა რა ააშენე და მერე ფიქრობს რომ რაღაცა სახელი მისცეს მას ხო ადამიანებთან ეს სხვანაირად არის აი ჩვენ ხედავთ ძალიან მარტივი აგერ მიკროფონი ხო
აი ამ მიკროფონში ინჟინერმა ვინ შექმნა ეს მიკროფონი არაფერი ზედმეტი არ არის აქ ყველაფერი ყველა დეტალი არის იმისთვის რომ გააძლიეროს ჩვენი ხმა და მიიტანოს აი მასმედიის მაყურებლამდე მიიტანოს ხო აქ არაფერი ზედმეტი არ არის აი ასევე ქმნის ღმერთი რასაც ქმნის იქ ზედმეტი არაფერი არ არის მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ იმის გამო რომ დავშორდით ღმერთს ხო დღესდღეობით ჩვენ უკვე აღარა გვაქვს უნარი რომ ეს ყველაფერი ღმერთთან ერთად გავაკეთოთ ღმერთთან ერთად და აი წარმოვიდგინოთ რა შეასაქმე საქმე იმაშია რომ ადამიანის ფსიქოლოგია როგორ არის ადამიანს რა თქმა უნდა სჭირდება აზრი მიზეზი რატო აკეთებს აი არის ასეთი მწერალი კულმანი რომელიც საკითხული და მას აქვს აღწერილი 44 წელი არის და ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკი და იქ არის რაღაც ფაბრიკა სადაც აი ეს პატიმრები მუშაობენ ვიცის ხათაშევის ეს მე არ მოგიყევით მაგრამ აი უცბად მინდა კიდე ერთხელ ფილმიც არის ხო და ძირითადად ებრაელები მუშაობდნენ და ამ დროს ესე იგი მოკავშირეების ავიაციამ დაბომბა ეს ფაბრიკა და აღარ იყო და რა თქმა უნდა აი ამ კონცენტრაციული ბანაკის ხელმძღვანელობა ეს კი კარგად ესმოდათ რომ არ შეიძლება ადამიანი დატოვო უსაქმოდ დატოვებული ადამიანი ეს არის ძალიან საშიში ადამიანი ის იწყებს ფიქრს მერე რაღაცის ქმედებას და აქედან გამომდინარე ამათმა მეორე დილით როცა ფაბრიკა აღარ იყო გასცეს ბრძანება რომ აი იქ სადღაც ბანაკის იქითკენ რაღაცა ტრანშეა უნდა ამოეთხარათ და ამათმა ამოთხარეს ეს მთელი დღე მუშაობდნენ და ამოთხარეს ეს ტრანშეა და ძალიან დაღლილები დაბრუნდნენ ღამე იმაში ბანაკში მეორე დილით როცა გამოვიდნენ მათ უბრძანეს რომ ეს ტრანშეა უნდა შეევსოთ მიწით და ამათმა ეს მიწა შეავსეს და ფიქრობდნენ თქო რაღაცა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი მერე მესამე დილით ისევ ამოათხრევინეს მერე ისევ შეავსებინეს და მე-14 დღეს იქ ხალხი გაგიჟდა ანუ 4 წელიწადი იმ ფაბრიკაში მუშაობდნენ და ჩვეულებრივად იტანდნენ იმ გაჭირვებას ყველაფერს იმიტომ რომ იქ იყო რაღაც აზრი ჰქონდა იმ საქმეს და აქ დაკარგეს აზრი იქ გარბოდნენ და ის ელექტრო რაღაცა მართულები დენი რო გადიოდა პირდაპირ იმაზე თავს იკლავდნენ ხო აი რა არის ადამიანი ამიტომ როცა ვიღაცას უნდა რომ ლიდერი იყოს ადამიანების ხო მან უნდა მათ მისცეს აზრი რატომ ვაკეთებთ ამას მას უნდა ესმოდეს საბოლოო მიზანი აი ჩვენ რო ამას ვაკეთებთ ხო ამით ჩვენ ესა და ეს უნდა მივახციოთ მაგრამ ნახეთ რა ხდება ღმერთის დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი არის იმიტომ რომ ღმერთი გვეხმარება ჩვენ აი წარმოვიდგინოთ ადამიანი რომელიც არის დარჩენილი ღვთის დახმარების გარეშე ხო ის არის აი ზუსტად როგორც ის ტოტი რომელსაც არ აქვს ხე და ის ნაყოფს ვერ მოიტანს და აქედან გამომდინარე აქ რა არის იცით აი წარმოვიდგინოთ ძალიან ბევრ ადამიანს მერე აქ აი ასეთი საყვედური უფლის მიმართო ღმერთო რატო მიმატოვეო ჩვენ ხო ისე კარგად ვიყავითო აი ღმერთო რატო მიმატოვე ჩვენ ისე კარგად ვიყავით რატო დამშორდი და ღმერთი დუმს მაგრამ მისი დუმილი იცით რას ნიშნავს რომ მე იმიტომ დაგშორდი რომ ჩვენ იქ
ძალიან დიდხანს შევჩით იმ დონეზე. მე დავშორდი, რომ შენ ეხლა ისევ მოხვიდე ჩემთან, უკვე შემდგომ დონეზე. ეს არის ჩვენი ამ დედამიწაზე არსებობის არსი. და შენ უნდა მოხვიდე ჩემთან. მართალია მე ვრისკავ, მე რომ მიგატოვე და წავედი, შენ შეიძლება საერთოდ მიმატოვო შენს და წახვიდე. მაგრამ ეს რისკი არსებობს. მაგრამ მაინც მე მირჩევნია ამ რისკზე წავიდე, ვიდრე ჩვენ დავრჩეთ იმ ძველ წერტილში. და ეს იცით როგორი ის არის, აი წარმოვიდგინოთ, აი თქვენ თუ გინახიათ საერთოდ ბარტყები როგორ სწავლობენ ფრენას. რატო იწყებენ ფრენას ბარტყები? მე ბევრჯერ მაგ და ძალიან საინტერესო პროცედურა არის. ჩვენ ვიცით რომ თავიდან ეს მშობლები, დედაც და მამაც ინტენსიურად აჭმევენ ამ ბარტყებს. ეს ბარტყები გაიზარდნენ და პრინციპში უკვე რადგან რომ ამათმა დაიწყო ფრენა. მაგრამ ისინი არასდროს შემთხვევაში არ გაფრინდებიან, იმათ ეშინიათ. არ აქვს გამოცდილება და ძალიან ეშინიათ. პირველი ფრენის საოცრად ეშინიათ. და რა ხდება? მოფრინდება მამა საკვებით, აჩვენებს რომ პირშაკე საკვები, ისინი იწყებენ ჟივილ-ჭივილს, რომ კი პირს აღებენ, რომ საჭველი გვინდა, ის ბუდეში არ შემოფრინდება და გვერდზე ტოტზე დაჯდება. და ელოდება. იქიდან იქამდე მივიდა. ხო, იქიდან იქამდე და ისინი ერთ დღეში არიან ძალიან ეშინიათ, მაგრამ საჭმლისთან ისეთ იმიტაციას აკეთებს, ისეთ მოძრაობებს აკეთებს პირით, რომ როგორ საჭმევს. რომ აი მოვედი, უნდა გაჭამოთ, მაგრამ ადიქი და აქედან აი აქ მოფრინდი. ამის გამო ეს გააკეთე. ხო, ეს გააკეთე. და ისინი საბოლოო ჯამში აი ეს სურვილი რომ შეჭამონ და ისინი პირველად აი ესე ძალიან დუნდრუხად გადმოფრინდებიან აი იმ ბუდიდან იმ ტოტზე. და всё. ყინული დამდარა, მე იწყებენ ფრენას უკვე ნელ-ნელა. მაგრამ ერთადერთი ეს არის რომ მშობელი აი ასე გამოიწვევს რომ ამათმა უნდა ასე თორემ მშობლებმა ასე რომ არ გააკეთონ და გააგრძელონ კვება, ის შეიძლება ძალიან დიდი ფრინველი დადგეს უკვე თვითონ გამრავლება შეძლოს, უკვე იმ ასაკამდე მივიდეს, მაგრამ ფრენა არ დაიწყოს. თუ მშობლებად აი ზუსტად იგივეს გვიკეთებს ღმერთი. კი, პირველად ჩვენ რომ მოვდივართ, ხო? ღმერთი ხვდება ჩვენ. და რაღაც დონეზე ვარ ძალიან კომფორტულად. იცით რა კომფორტულად ვართ, რა კარგად ვართ. ხო. და უბრალოდ ხედავთ რომ ღმერთი არ არის. ღმერთმა მიგვატოვა. გაშორდა ჩვენგან. და აი სადღაც იქ არის. ჩვენ ყვირი ვართ ღმერთო, ვაიმე რატომ იმატოვე აქ ისე კარგად ვიყავით, რატომ იმატოვე? და ღმერთი ელოდება, არა შენ უკვე ძალიან დაყოვდი ამ დონეზე, ამიტომ მე აი აქ გელოდები უკვე. მე შენთან არა ვარ, იმიტომ იქ, რომ შენ უნდა იყო აი აქ ჩემთან. აი ეს არის ზრდის პროცესი. ხო. ერის ზრდის პროცესი. და ჩვენ თუ დავინახავთ, შევხედავთ, ხო, რა ხდებოდა ისრაელში. ყველაფერი ხდებოდა რწმენით. ეხლა თან ნახე და ღმერთი ხო ვერ იმაშვება. აი რა ხდება, იცით? ძალიან ბევრს გონია რომ ღმერთთან შენ თუ მოხვედი და იპოვნე ღმერთი. ეს ჯერ იმას არ ნიშნავს, რომ შენ საკუთარი თავი იპოვნე. შენი მისია ამ სამყაროში. ამიტომ შენ ჯერ პოულობ ღმერთს, მაგრამ ეს ამას არ ნიშნავს, რომ შენ შენი თავი იპოვნე. და მერე შენ იწყებ შენი თავის მოძებნას, შენ ადგილს ამ სამყაროში. ხო, ეხა საწჭირდები მას. ხო, საწჭირდები მას. და ამისთვის შენი თავი, აი ჩვენ ვამბობთ ლიდერი როგორ უნდა? მე უნდა მოვიდე და აი როგორც მუშები რო დგანან იმაში, სადღაც ბირჟაზე და საკუთარ თავს თავაზობენ. ხო, რომ აი მოდით წამიყვანეთ, დაგვიქირავეთ. იაფად, სწრაფად, ხვიცით ესეთი უწერია ყველას, ხო? რეკლამის. ხო, აი შენ უნდა უთხრა, ღმერთო, მე აქა ვარ. მოდი. ხო, გამომიყენე მე. და თუ ღმერთი აგირჩევს და ღმერთის არჩევანი
ეს რა თქმა უნდა არის უნიკალური მოვლენა. ეს არ არის დამოკიდებული ჩვენ ეროვნებაზე, კანის ფერზე, განათლებაზე, აკადემიკოსი ვარ, შთამომავლობაზე, აკადემიკოსი ვარ თუ 3 კლასი მაქვს დამთავრებული, ხო? ღმერთი ირჩევს იმ ვიღაცას. და აი რომ აგირჩევს, მაგრამ რა ხდება კიდე იცით? იმის რომ ღმერთმა აგირჩიოს. ჩვენ კიდე ერთი შეცდომა გვაქვს. ლოცვის დროს, ხო? ჩვენ ველაპარაკებით ღმერთს და ძალიან გვიხარია, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ღმერთს ველაპარაკებით. მაგრამ ეს ლოცვა არ არის. ჩვენ უნდა უსმენდეთ ანუ რწმენა საიდან მოდის საერთოდ ჩვენი რწმენა. რწმენის შედეგად ჩვენ ველაპარაკებით ღმერთს და ღმერთისგან ვგებულობთ სიტყვას. და რომ ვგებულობთ სიტყვას, მერე ჩვენ იმ სიტყვის მიხედვით ვიქცევით რაღაცას ამას მოყვება მერე ზმნა. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. და ესე როგორც ველოსიპედის პედალი, ჯერ ერთს დააჭერ, შენ ესე იგი მიიღე ღმერთისგან ძალა, შენ რაღაცა შეასრულე, რომ შეასრულე და გამოგივიდა, შენ უფრო მეტი რწმენა გაგიჩნდა, შენ ისევ დააჭირე პედალს, უკვე ის პედალი აიწია და აი ასე ნელ-ნელა შენ შედიხარ აი ამ ატმოსფეროში, რაც არის მაგრამ რა შეასაქმეიცით? ღმერთი რომ დაგელაპარაკება, შეიძლება ეს ძალიან დიდი და მძიმე პასუხისმგებლობა იყოს მეორე მხრივ. შენ რომ ელაპარაკები ღმერთს, ეს იცი, აი წარმოვიდგინეთ, ხო? აი თქვენ რო ხა დაურეკოთ ტელეფონზე ვიღაცას. რატო ლაპარაკობთ იმ ტელეფონზე? იმიტომ რომ გესმით რომ იქიდანაც ისმის და რაღაც პასუხი გესმით. თუ იქ შეწყდა არაფერი და სრული სიჩუმე დამყარდა, ხო? შენ მე გონია რომ ალო სმოლნი და მე ხედავ რომ არ არის კავშირი და მე თიშავ იმ ტელეფონს, ხო? აქაც იგივე არის. ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ ღმერთთან. ჩვენ ველაპარაკებით და თურმე კავშირი არ არის. მაგრამ იმაშია რომ ველაპარაკება ჩვენ არა ვარ. ხო, მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება? მაგრამ რო დაგველაპარაკოს, ვაი რო დაგველაპარაკოს, მას შეიძლება ისეთი ბრძანება მოგცეს, რომელიც შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს. ხო. აი წარმოვიდგინოთ აი ეს ცნობილი ისტორია, როცა ქრისტესთან მოდის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს ძალიან წესებით, თორის მიხედვით, ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს და მოვიდა და კითხაო, რა უნდა ვქნა რომ მარადიული სიცოცხლე მივიღო. მამაო, თუ შეიძლება რომ მოუყვეთ რა კიდე დაწოლებით, რომ ამას ვაკეთებ, თავს აწონებს. მართლა ასრულებდა ეს. კი, ყველაფერი ამას ასრულებდა. მე ამხელა ამბიცია რო ქონდა, ამის გამო უთხრა, თუ შენ ამხელა ამბიცია გაქვს, მოდი აი ესეც დათმე. თანაც კი არ ისაქნა, კი არ დაავალა. დიახ. აი ღმერთი და სული წმინდის ბადი როცა მოქმედებს ის შეთავაზებით მოქმედებს. მან შესთავაზა მას. კი. მაშინ თუ გინდა რომ სრულყოფილი გახდე ბოლომდე, ჯერ უთხრა აი მაშინ შენ თუ გინდა რომ გახდე ბოლომდე სრულყოფილი და მისი გული ისე ამუშავდა ისეთი გახარებული რომ აი კიდე ერთი რაღაცა თურმე მაკლია და მოდი ესეც და მართლა სრულყოფილი გახდები და უთხრა წათი ყველაფერი გაყიდე და ღატაკებს დაურიგე და ამას დიდძალი ქონება ჰქონდა და ძალიან დამწუხრდა და გავიდა, ხო? არ იყო მზად რომ ის ღვთის შეესრულებია. ამიტომ ეს ძალიან საშიში ის არის. ტენდენცია არის. ამიტომ ერთი მხრივ როცა ჩვენ ვამბობთ, ხო, ღმერთო მოდი აი მზად ვარ რომ შევასრულო მისია მიბრძანე. მაგრამ ეს მაინც ისო შენ ამას ვერ. მე რო გიბრძანოს თქვას რომ ეხლა წადი ჩადი აფრიკაში და რომელიღაც ველური ტომები ქრისტიანობაში გაყიდე შენი სახლი ამ სახსრებით ჩადი აფრიკაში და დაიწყე ველური ტომების ქრისტიანობაში მოქცევა. აბა რას იზავ? ხო, იმან იცის რომ ვერ იზამ და მაგიტომ არ იმას გიშო, იმაზე ვიტვირც არ გადა. მამაო, თუ შეიძლება, ეხლა კარგ საკითხს მიადექი და კაი კითხვა დამებადა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თავი მოგწოვს ესე რაღაცნაირად სულ თავი, აი რაღაცნაირად თავი
მეტი შეგვიძლია. და თავი რაღაცა ვიკმაყოფილებთ თავს იმით და რაღაცა გონია რომ აი მაქსიმუმი დავდეთ რაღაცა ამ დროს მეტი შეუძლია ადამიანს და როგორ შეიძლება მამაო რომ აი ამ ყველაფერში აი მარად აი ღმერთის საქმეში ესე ჩავებათ იმიტომ რომ პატარა რაღაცას რო გააკეთებ ამით კმაყოფილება არ უნდა იყოს წინ და წინ სულ წინ უნდა იარო და არა ჩვენ არა ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი მისია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ღმერთმა რატო მოგვავლინა ამ დედამიწაზე. ეხლა წარმოვიდგინე მე რომ მოვსულიყავი აქ და არ ვცოდნო და რატო დამპატიჟეთ მე. ხო? და ყოფილიყავი განწყობილი სულ სხვა რაღაცების გასაკეთებლად. და უსვათ ირკვევა რომ ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაღაც რელიგიურ თემებზე. ხო? თუ არ იცი, პირიქში შენ უნდა გაერკვე, იმისთვის რომ შენ ღმერთს ასიამოვნო, შენ უნდა იცოდე ღმერთს შენგან რას ესიამოვნება. ხო? ამაშია საქმე. შეიძლება აი მშობელს ყავს 3 შვილი, შეიძლება ერთი შვილისგან ესიამოვნება, რომ იმან ეხლა ადგეს და დაიწყოს მეცადინეობა და მეორე შვილმა რომ დაეხმაროს ბინის დალაგებაში. ყველას თავისი მისია აქვს. თორემ ისე აი ხა მოდი მე თქვენ ახლა გთხოვოთ აი ბატონ გიორგი მე ვიცი რომ თქვენ როგორ გიყვარს ღმერთი აი ხა აი გაძლებ დროს ადექი და ღმერთისთვის რაღაცა სასიამოვნო რაღაცა გააკეთე ასიამოვნე ღმერთს ვერ გააკეთე იმიტომ რომ არ იცი რა ამ წამს რა ესიამოვნება ხო არა მე ვიტყვი რომ აი თქვენ რომ მოგიყვანეთ მეთქი ღვთისკაცი უკვე გავაკეთე მეთქი ხო არა ხუმრობ ხო არა კი რა თქმა უნდა ანუ ჩვენ ეს გონია რომ ესიამოვნება კი რა თქმა უნდა ჩვენ საერთოდ ეს თქვენ სწორი ბრძანდებით ეს საკითხები არის ძალიან რთული ძალიან რთული მე არ მაქვს ახლა ილუზია რომ ჩვენ ამ ერთი გადაცემით შევძლებთ რომ ჩავწვდეთ რა თქმა უნდა და რაც თავარია თქვენ რო წავიყვანეთ ვერ ჩავწვდეთ რაც თავარია ეს ყველაფერი ხდება რწმენით ხდება აი წარმოვიდგინოთ ღმერთმა ხომ მიიყვანა ებრაელები აღთქმულ მიწაზე და რატო არ შეიყვანა და მე 40 წელიწადი რატო ატარა იმიტომ რომ ამათ შეეშინდათ რო უთხრეს შედით და ეხო სხვა ხალხი ცხოვრობდა და ძლიერი ხალხი ამათქოს ვაიმე როგორ შევალთ ისინი ამოხოცავენ ჩვენ შვილებს ჩვენ ამოხოცავენ ვაიმე გვეშინი ანუ ღმერთმა უთხრა შედით წარმოვიდგინე და ამათმა იქ უფრო პრაგმატიზმა იმუშავა და თქვა რომ თქვენს არაო და ამის გამო დაისაჯნენ 40 წელი და ხო დაისაჯი და რა ხდებოდა იცით ამ დაჯილ მდგომარეობაში ღმერთი მათ წერია აჭმევდა ასმევდა აცმევდა ღმერთი აძლევდა საშუალებას ნუ პირადად არა ნუ იმის საშუალებას აძლევდა ცეცხლოვან სვეტში წინ მიდიოდა მაგრამ ისინი დაჟილები იყვნენ და იქ თასთან რო იდგნენ ხო და ეტყოდნენ რომ აჰა всё დილით ავდგეთ და უნდა წავიდეთ და ეს აიყრებოდნენ აიმას ყველაფერს კარვებს დაკეცავდნენ იმ ურიკებში ჩალაგებდნენ ბავშვებს ჩასვავდნენ და დაიძრებოდნენ წავიდოდნენ და მიდიან ირკვევა რომ წრე დაარტყეს ის მთის ირგვლივ და ისე მოვიდნენ უკან მეორე დღეს ისე გაიღვიძებოდნენ კიდე და ასე 20 ჯერ ესე იგი ეს მთა მოიარეს ხო? ანუ იქ წერია რომ ღმერთმა მათი დრო დააღუპა ამოვებაში. იმიტომ რომ 1 წრე 2 წელი დადიოდნენ 1 წრეს. 40 წელი ატარა. ხო და აი ამაშია საქმე. იმიტომ რომ ესე იგი ყველაფერი იწყება რომ ღმერთი როცა რაღაცას გეტყვის აი ზუსტად. შენ უნდა მზად რო აღასრულო. გედეონს როცა უთხრა რომ შენ მედიტიანელებსო როგორც ერთ კაცს ისე უძლიერესი ხალხი იყო, უძლიერესი ჯარი იყო. და გედეონს უთხრა შენ წახვალ და იმად როგორც ერთ ადამიანს ისე მოერები. გედეონი თავიდან შეწუნდა თუ როგორ ვიზავ ამას ესეთი ძლიერი ჯარი. და ჩვენ დაპყრობილიერი ვართ. როგორ უნდა მოვერიოთ? მაგრამ დაიჯერა და მაშინ გედეონის შემთხვევაში ამან იმუშავა.
და რამდენიმე ეგრე გააკეთა, რომ მიბრუნდა და დაწევია მთერს და ისა. იმიტომ რომ წმენით ხდება ყველაფერი. წმენით ხდება ყველაფერი. აი ჩვენ იმაში ვიცით ებრაელთა მიმართ, სადაც ის წერია, რომ წმენით ადამა, ისა წმენით სარამ, წმენით იეზეკილმა, წმენით იმან, წმენით ამან და ყველგან სადაც წერია სიტყვა წმენით, მერე წერია ზმნა. ადამა ადგა და შვა ისააკი იმან ეს გააკეთა მერე რწმენით ებრაელებმა დაღვარეს სისხლი ზღვარაკის და მერე აიღეს ბალახი უსუპი ბალას ქვია უსუპი ახლა საყდელოება საერთოდ უსუპი მაგრამ ეს მოდის იმ ბალახიდან პირველი ეს ჯიში ასეთი უსუპი რომელსაც ღმერთმა უბრძანა რომ ზობასაც ეგრე უსუპი წადითო და ყველა თქვენ სახლზე აი ეს სისხლის ისა ზღურბზე წაუსვით და სადაც იქნება წასული იქ იმ ოჯახის შვილი არ დაიღუპება და მართლაც ასე მოხდა მაგრამ ამათმა ეს გააკეთეს წმენით ჯერ მათში იყო რწმენა და რწმენას მოყვა საქმე ანუ რწმენა საქმის გარეშე მკვდარ არის ხო ამიტომ მე შეიძლება თქვა რომ მე მაქვს რწმენა მაგრამ რას ვაკეთებ ხო რას ვაკეთებ ისე მომავალ სხვათაშორის აი ათეისტებთან დაკავშირებით გამახსენდა რა ათეისტი ადამიანი საბოლოოდ რომ საქმეზე მიდგება არ არსებობს იმიტომ რომ ყველა გაიგებს რომ ღმერთი ყველა მაინც ბოლოს აღიარეს მე ერთხელ თვითმფრინავი ვარდებოდაო მამա ალექსანდრე ყვებოდა და ყველა პირჯვრის წერა დაიწყო ნახევარი თვითმფრინავი ის იყო ღმერთო არა ასე არის მე ვიცი როგორც კი турბულენტობა დაიწყება აი გონია რომ ეკლესიაში ვარ ყველა იწყებს ის ჩვეულებრივ турბულენტობაზეც იწყება ეს ისა ხო და ასე რომ მამა თან როგორ ეხა ათეისტ ადამიანმა ხო არ იცის და არ მიმართავს იმას და რაღაცებს აკეთებენ და ძალიან ბევრი ნიჭიერი კაცი არის რომელიც სიტყვაზე რაღაცას იგონებს აკეთებს რაღაცა მაგრამ ათეისტია ხო წარმოგიდგენთ ეხა ის ღმერთთან ერთად რამდენამეს გააკეთებდა ხო აი რატო არ შეიძლება პირიქით აი რას დაგიშავებს რომ ღმერთი გწამდეს ხო და ისით მაგრამ აი ამაყიც არის ხო მამა უნდა რომ თვითონ დაიბრალოს ის რაცაც აკეთებს არა და სიამდვილეში ის ათეისტიც ღმერთით სუნთქავს ის ერთ დღესაც ვერ ისუნთქებდა ღმერთს თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით ეხა აი რაცოდოა რომ უღმერთოთ რამდენ რაღაცას აკეთებს და ღმერთით 10 ჯერ უფრო მეც გააკეთებს და ჯერ ამხელა წყალობას მისცემს ხო ღმერთი თუ შეიძლება მამა აი რატო არ უნდა იყო ათეისტი აი ძალიან მინდა ამ კითხვაზე რომ პასუხი თქვენაირმა გამცეს რა თქვენ გამოვიყენებ აი იმ ადამიანებისთვის დიდ ავტორიტეტს ეინშტეინმა თქვა ასეთი სიტყვა აი ჩვენ რომ ფიზიკოსები და მათემატიკოსები რომ ვიმუშავებთ და როგორც იქნა რაღაცებს ბოლომდე აღმოაჩენ და ავალთ იმ ცოდნის წვერვალზე იქ ჩვენ რელიგია დახვდებაო ხო ყველა ხო ამაშია საქმე აი ცოდნის წვერვალზე როცა ავალთ იქ რელიგია დახვდება აქედან გამომდინარე რა ხდება იცით ну არიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები აი როგორც ურწმუნო თომა ხო მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც გონია რომ ძირითადად მეტწილად აი ძალიან ბევრ ასეთ ადამიანებთან ხო თავის დროზე არავის არ უმუშავია სწორედ და ძალიან ბევრი ათეისტი იმიტომ დარჩა ათეისტად რომ ის არ შეხვდა შესაბამის ადამიანს ნო ზუსტად რომელიც შესაბამის სიტყვებს არ მოძებნიდა და აი რატო რჩებიან ბევრი ადამიანი რომლებსაც შეეძლო პოტენციურად ოჯახის შექმნა და ქალები ვერ გათხოვდნენ და მამაკაცები ცოლი ვერ მოიყვანეს შესაბამისი არ შეხვდა ხო რაღაცაით არ შეხვდა ხო შესაბამისი ან შეხვდა და ვერ დააფასა შეიძლება ხშირად ხდება მამა შენი მატარებელი ჩაივლის და შენ უბრალოდ ისა ხია აფსაიდში ხარ იმ წამს არ თამაშობ დიახ და აქ კიდე ერთი მომენტი არის ხო აი იგივე ჩვენ თუ დაუბრუნდებით იმას რა ქვია აი ამ როცა ჩვენ საუბრობთ ლიდერებზე ხო ნახეთ რა ხდება აი პირველი კორინთელთა მიმართ რას ამბობს მოციქული პავლე ესე იგი ნახეთ ესე იგი ეს არის ზუსტად აი ამ იმაზე დიახ აი ჩვენ რო ვამბობთ აი რატო არ არის სათანადო ლიდერები
ხოლო თვითეულ ჩვენთაგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. ანუ ჩვენ ყველას სული გვეძლევა სასიკეთოდ, რომ ჩვენ რაღაცა სიკეთე მივიღოთ. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბზნის სიტყვა, ზოგს ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს წმენა იმავე სულისგან, ზოგს ნიჭი კურნალობისა იმავე სულით, ვის სასწაულ მოქმედება, ვის წინასწარმეტყველება, ვის სულთა გარჩევა, ვის სხვადასხვა ენა, ვის კიდევ განმარტება სხვადასხვა ენის, ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც ამას უწილადებს. თვითეულს ჩვენთაგანს. აი, რა შეასაქმე. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ზოგი ამბობს, რომ კი ლიდერების აღზრდა არის საჭირო, მომზადება არის საჭირო, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს ბედნიერი თანხმედრა, რომ ის ადამიანი უნდა იყოს რჩეული ღმერთისგან. და სულიწმინდის მადლისგან მან უნდა მიიღოს აი ეს ძალა, რომელი გაუძღეს თავის ხალხს და როცა ის არის ჭეშმარიტი ლიდერი, ანუ ძველად წინასწარმეტყველი, წინასწარმეტყველი, ხო, რომელიც მოდიოდა და წინასწარმეტყველებდა, ხო? მას მეორე აზრი არ ქონდა, ის არ ფიქრობდა, რომ მე ხლა ვიწინასწარმეტყველებ და ამაში რაღაც ფულს ავიღებ, რაღაცა ბიზნესების ჩაბარდება მე, რაღაც ისა, ან რაღაცა შეღავათებს მივიღებთ. აი მოვიდეთ ძველ აღთქმაში, ხო, ნახოთ. ყველა წინასწარმეტყველი ღმერთისგან მივლენილი ებრაულ ერის ერთან, ხო? ვინ იყვნენ ისინი, როგორ იყვნენ, რომელ კომფორტში იყვნენ ისინი, რა ქონდათ? ვერ იქნები კომფორტში. ხო, კომფორტში კი არა, შიმშილობდნენ, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი იყვნენ ჭეშმარიტად ღმერთისგან გამორჩეული ლიდერები. და ეს არის ძველი აღთქმა. მოდით ავიღოთ ახალი აღთქმა. ავიღოთ ახალი აღთქმა. რა გააკეთა ქრისტემ, ხო? მან აკურთხა მოციქულები. ამ მოციქულებმა დააყენეს ეპისკოპოსები და პრესვიტერები. ანუ გასაგები იყო, რომ ისინი მარტო ამას ვერ გაუძღებოდნენ. ამას სჭირდება ვიღაცა ადამიანი აუცილებლად ნებილ საქმეში სჭირდება ლიდერი. ოღონდ ის უნდა იყოს სათანადო ლიდერი, ღმერთისგან გაზრდილი ლიდერი. აი ამას შეასაქმე. მამაო, სხვათაშორის აი ლიდერზე გამახსენდა, ეხლა ლიდერობასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე დიდი თვისება, აი თქვენ ძალიან ბევრი თვისება თქვით და ესეც ახსენეთ, მაგრამ ყველაზე დიდი თვისება თუ შენ გინდა რომ იყო ლიდერი, არის თავმდაბლობა. აი უბრალო ადამიანი თუ არ ხარ, შენ ვერავის უფროსი ვერ იქნები. შენ იქნები უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც ვიღაცაზე იბატონებს ძალიან ბოროტულად საქმეზე რომ მიდგება რა. აი უბრალო ადამიანობა წყვეტს ყველაფერს, მამო. თუ გინდა რომ ღმერთმა გამოგირჩიოს, ხო, მართლა აი წემსი უნდა იყოს და მართლა ისეთი უბრალო უნდა იყოს, რომელიც აი მართლა ხო ეგრეა, მამო, ეხა აი როგორც ჩვენი პატრიარქია, როგორც აი იმ დიდი ხუთშაბათის დღეს თუნდაც ას გვიჩვენებს, ხო? იმ უბრალოებას, რომ შენ უნდა იყოს სხვის იმსახური, იმიტომ სულ ყოველს ეხა ვის უნდა უფროსი ყავდეს ისეთი, რომელიც ჩაგრავს. პირიქით გინდა ისეთი უფროსი ყავდეს, რომელიც გეუბნება, რომ შენ რა გიხარია, მე შენთვის და აი მე უკვე ამას ირჩევ უფროსად. მოძღვარს აი მამაო როგორ არჩევს ადამიანს. აი იგივე წერან დანკოზე რო ვისაუბრე, ხო? მას არავით არის, პირიქით ადგა და გული ამოიღო და მისცა. ხო. აი ეგეთი უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, ლიდერი უნდა იყოს უანგარო. რა თქმა უანგარო, თუ ხალხი დაინახავს, რომ ის რაღაცას აკეთებს ანგარებით, ის უკვე დაკარგავს იმ ნდობას. ხო. სწორი ბზანდები 1000%-იანი ხარ თმაო და ეგ არის და აი ამის ის ძალიან ძნელი არის რა. უანგარო რო იყო მამაო, ზეციური უნდა იყოს შენთვის თავად და დღეს ზეციურად რო აზროვნებს. ეგეთი ადამიანი არის ძალიან ცოტა. რა თქმა უნდა და ესენი არიან ღმერთისგან რჩეულები. ზუსტად. და მაგრამ ვის აირჩევს ეს მარტო უფალმა იცის. აბა აი პატარა გაჭირვება იყო სიტყვა, მოდი ჩვენ ხო ვართ ყველა მორწმუნენი. თქვენზეავლაპარაკობ მამაო ამ შემთხვევაში, მაგრამ პატარა გაჭირვება დგება და ეგრევე სასწარკვეთაში ვარდები. გონია რომ
რა გაჭიროებაზეა ლაპარაკი, ყველაფერს გაგიკეთებს ღმერთი, აუცილებლად გაგიკეთებს. შენ უბრალოდ აი არ ხარ ღმერთის იმედზე. და არ ხარ ის კაცი, რომ გონია, რომ რაღაცნაირად აი ფაქტიურად დიახ. თქვენ სწორად ბრძანეთ, აი ზუსტად ეს ის არის, რაზეც მე ვისაუბრე. ეს გაჭიროება კი არ არის სინამდვილეში. ეს არის ზუსტად ის, რაც მე ახლა შუა გადაცემაში ვისაუბრე, როცა ღმერთი შენ დროებით დაგტოვებს იმ ძველ პოზიციაზე, თვითონ გადაინაცვლებ ახალ პოზიციაზე, რომ იქ ახვიდე. შენ ახვიდე და სანამ შენ ღმერთთან არ ხარ, აი ეს არის გასაჭირი. და ეს ადამიანი ვარდება ზოგიერთი სასოწარკვეთილებაში, ვაიმე, აი ღმერთს ვეღარ ვხედავ, ღმერთმა მიმატოვა, ხო, და ისე კარგად ვიყავ ღმერთთან, აი ახლა ღმერთი არ არის ჩემთან, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ ღმერთმა იმიტომ ეს კი არ გააკეთა, ეს გაჭიროება იმიტომ მოგცა შენ, რომ შენ გაიზარდო, რომ შენ იმ წუმპეში არ დარჩე, იმიტომ რომ როდისღაც შენ რო იქ ის ადგილი აიღე, ის სიმაღლე რო აიღე, ის იყო სიმაღლე. მაგრამ დროთა განმავლობაში ის სიმაღლე თუ შენ აღარ მოძრაობ წინ, ის წუმპეტი იქცევა. აი რა შეასაქმე. და ამიტომ ღმერთი გვეუბნება, რომ ღმერთი მიგვატოვებს და უბრალოდ არა, всё, ჩვენ აქ ძალიან დიდ ხანს დავხვდით ამ დონეზე. ეს უკვე დონე აღარ არის, უკვე წუმპეტი იქცევა მალე. მოდი გადავიდეთ შემდგომ დონეზე. უნდა გაიზარდო. ანუ როცა ჩვენ ახლა ჩვენ ხო საუბრობდით, ხო? თუ ადამიანს უნდა ესმოდეს თავისი მისია ამ დედამიწაზე. კი, ჩვენ გვაქვს ყველას კიდე რაღაცა პერსონალური მისიები, მაგრამ ერთი მისია საერთო ყველა ადამიანს რო აქვს, აი ვინც დაიბადა ამ ქვეყნად, ყველას აქვს. გვაერთიანებს ყველას. ხო, ღმერთი ითხოვს ჩვენგან ზრდის პროცესს, რომ ჩვენ არ გავიჭედოთ. ჩვენ არ უნდა შევხვდათ დავწეროთ ჩვენი პირადი სცენარი და ღმერთს ვთხოვოთ, რომ აი ჩვენ ღმერთო, მე შენ დაგიწერე სცენარი და შენ იმ სცენარის მიხედვით ეხლა მოიქეცი. ღმერთი არ არის ის ძალა, რომ ჩვენს მიერ დაწერილი სცენარებით მოიქცეს. აი რა შეასაქმე. და აი ეს თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ეს გასაჭირი სინამდვილეში არ არის. ეს არის ღმერთის სურვილი, რომ ჩვენ ამოვძრავდეთ. ხო. არ მოვკვდეთ. მოძრაობა არის. იცით, მოძრაობა ეს არის სიცოცხლე. აი წარმოვიდგინოთ, მოდით იმაში. დიახ. ავიღოთ ელექტრონული მიკროსკოპი და ვნახოთ ნებისმიერ უჯრედზე. ხო, რო ჩახედა რაღაცა. ყველაფერი იქ მოძრაობს, ვაკუოლები, ეს ყველაფერი არის ბირთვი და იმისი ყველაფერი მოძრაობს. ატომი რო ავიღოთ, იქაც ყველაფერი ნეირონები, პროტონები, ნეიტრონები, ეს ყველაფერი მოძრაობს. ეს სიცოცხლეა, ანუ მატერია არ არის შექმნილი რაღაცა აი სტატიკაში. ყველაფერი ჩვენში ახლა ყველა მოლეკულა მოძრაობს და ჩვენ გვინდა აი ასე მდორეთ, სადღაც ვიჯდეთ. აი მე რა თქმა უნდა ღმერთი ვნახე, მე ღმერთი შევიცანი და всё, ამით დამთავრდა. მე მოვდივარ ეკლესიაში, კი ბატონო, მე შეიძლება დავდივარ ეკლესიაში, მე შეიძლება ვესწრები ტირვალოცოს, მაგრამ ესეც საკმარისი არ არის. მე უნდა ვიზრდებოდე, მეტი და მეტი. აი ეს არის ღმერთის მოთხოვნა დონეზე უნდა ახო. ხო, ეს არის ღმერთის მოთხოვნა, იმიტომ რომ ღმერთი არის უსასრულო. და ღმერთი რო არის უსასრულო, მას უნდა რომ ჩვენს როდისღაც უნდა იმ უსასრულობის ნაწილი გავხდეთ. მაგრამ რო გავხდეთ იმ უსასრულობის ნაწილი, ღირსები რო გავხდეთ, ჩვენ აქ უნდა შევეცადოთ, რომ სულ უნდა ვიმოძრაოთ. კი. ხო. მოძრაობაში ღმერთი განკაცდა, რაცა კაცი განღმერთდესო, ხო? ამ ქვეყნად. ჩვენც უნდა გავღმერთდეთ რა, ეს ახლა ცოტათი ხმამაღალი თქვამია, მაგრამ მართლა ეგრეა, შენ ზეცა უნდა მოიპოვო რა და აი ესე ჯდომი და გაუზდელად ვერ მოიპოვი, უნდა გაიზარდო და გაზდის, მაგრამ მამაო გამორიცხულია შენ თუ ტკივილი, გასაჭირი, ის გზნობები არ იქნება. შენს უნდა დაშვებული რომ გაიზარდო ამ ქვეყნად რა და აი მაგიტომა რომ მიყვარს ხოლმე ძალიან ბევრი ზოგი განსაცდელში ყოფი ადამიანები, პატიმრობასა შინაყოფები, რომ აი განსაცდელში ყოფობაში იზრდება ადამიანი და ღმერთს უახლოვდება და ღმერთსაც საყვარელი ხდება და აი ამიტომ არის მამაო საქართველოში ბევრი ტკივილია, ძალიან
უჭირს ადამიანს და ძალიან ცუდ დღეში არის, მაგრამ აი უნდა გავუძლოთ ამ ყველაფერს, ოღონდ ხვთით, ყველაფერს ღმერთი. უნდა ვიგრძნოთ ღმერთი. აი წარმოვიდგინოთ, აი ადამიანი დავუშვათ ზამთარში თხლად აცვია და სადღაც ქუჩაში არის და ცივა, ხო? დრო გავიდა, მაგრამ გავიდა. დიახ, თქვით უცბად და ცივა, ხო? როგორ უნდა გათფე? უნდა დაიწყო ძალიან ინტენსიური მოძრაობა და გათფები, ხო? ღმერთი ამოს ხელი გაანზრია და გიშველი. დამთავრდა. დიახ, დამთავრდა სამწუხაროდ აი ბოლო ეხა წამებს გვიმატებინა, უნდა დავემშვიდო. ხო, მაშინ. ძალიან დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც უჭირს დღეს მამაო, რომ დალოცოთ პატიმრები, იგივე, რა ვიცი, ბევრი ის ადამიანი და მინდა შევახსენო, რომ ამათმა უნდა იცოდნენ, ღმერთმა ისინი კი არ მიატოვა. უბრალოდ წავიდა წინ იმის მოლოდინში, რომ შენ მასთან ერთად წინ წაიწევი. აი ეს არის მთავარი. და აი ეს უნდა გჯეროდეთ და ამაზე უნდა იყოთ ორიენტირებულები. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. სხვათაშორის განსაცდელის მერე სხვანაირი გამოდის ხოლმე ადამიანი. აი როგორც რაღაც სამოტყოფო და რომ გამოდიხარ, მე გამოჯამთველებული და ის აი ესეთი უნდა ვიყოთ რა, არ დაუწვეთ განსაცდელს აუცილებლად წინ და წინ. გისურვებთ ბედნიერებას, სიხაოს. მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩემს სტუმარი, აუცილებლად კიდე ერთ-ორ კვირაში აუცილებლად მოვიწევ, ვისარგებლებ ამ ზაფხულით და ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს სიკეთეს და რა ვიცი, მოგვიხსენიეთ, ვისაც შეგიძლიათ და ყველაფერი კარგად გისურვებთ. ხვალ საღამოს დაგიბრუნდებით 8:00-ზე მამა ალექსანდრე ბოქვაძესთან ერთად. დაგველოდეთ აუცილებლად საინტერესო ეთერი იქნება, ბედნიერებას გისურვებთ, კარგად ზანდებოდეთ დროებით.